პოლიტიკა ღვინო და ახლა უკვე ციტრუსი ქართულ-რუსული ეკონომიკური ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შედის. ორი ქვეყნის დელეგაციები ოფიციალურ შეხვედრებს პარალელურ რეჟიმში მართავენ. საქართველოს რუსეთის უნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები მოსკოვში დღეს მთელი დღის განმავლობაში რუს კოლეგებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობაზე მსჯელობდნენ. კახეთს კი როსპოტრებნაძორის მეორე დელეგაცია ესტუმრა. საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივა მართა არდაშელიას სიუჟეტში. ძველი ტრადიციებით დამზადებული ქართული ღვინის წარმოებლებს ახალი გეგმები აქვს. ეს კახეთში მდებარე ღვინის ქარხანაა, რომელიც რუსეთში პროდუქციის გაყიდვას გეგმავს. გენადი ონიშენკოს უწყების სპეციალისტები საქართველოში რიგით მეორე მივლინების ფარგლებში ჩამოვიდნენ. ქართულ საწარმოებში როსპოტრებნაძორის ინსპექტირება გრძელდება. არის 6 კაციანი დელეგაცია, რომელიც დაყოფილია 3 ჯგუფად, ანუ თითო ჯგუფში 2 ადამიანი მუშაობს. დღეს დაახლოებით 10-ზე მეტი კომპანია უკვე შემოწმდა ამ მომენტისთვის. მთლიანად დათვალიერდა ფაქტია რაჭის რეგიონში წარმოდგენილი კომპანიები, რომელმაც სრული გამოთქვა რუსეთის ბაზარზე ექსპორტირების, ხოლო დანარჩენი 2 ჯგუფი მუშაობს კახეთის მიმართულებით. ეს არის საგარეჯო და საგარეჯო გურჯაანი და თელავი. სანიტარულ თვალსაზრისით სრულ მზადყოფნაშია, პრინციპში არის დაცული ყველანაირი სისუფთავე. თქვენს დარწმუნდებით ამაში, რაც შეეხება გასვლაზე, რა ვიცი, ქარხანა თავის დროზე გადიოდა ექსპორტზე, დღესდღეობითაც გავდივართ ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში და შესაბამისად რუსეთის ბაზარით საკმაოდ დიდი ბაზარია ჩვენთვის. თელავის პარალელურად ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობის ბედი მოსკოვში წყდება. სასოფლო სამეურნეო ზედამხედველობის სამსახურში საქართველოდან დელეგაცია მიიღეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლობამ სასურსათო პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების დეტალები შეათანხმა. В данном случае мы обменялись. Როდესაც რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ეს პირველ რიგში უწყებათა შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას ნიშნავს. ეს კი ბაზარზე პროდუქციის სრულფასოვანი დაბრუნებისკენ მიგვიყვანს. ჩვენ ზედმეტ დროს არ ვხარჯავთ ინფორმაციას გავცვლით და პირველ რიგში მადლობა ჩვენ ქართულ კოლეგებს გადავუხდით. ჩვენ ჩამოყალიბდით გარკვეული სასაქონლო კატეგორიების მიხედვით შევადაროთ რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები, თუ რა მოთხოვნებს ითვალისწინებენ იმპორტს და ექსპორტთან დაკავშირებით. სპეციალისტები იმუშავებენ, შეიმუშავებენ ერთობლივად სერტიფიკატების ფორმებს, რომელიც მოგცემს საშუალებას უკვე დავიწყოთ ვაჭრობა. საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა 2006 წელს შეწყდა. მთავარ მიზეზად როსპოტრებნაძორმა პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა. თუმცა ანალიტიკოსების აზრით გადაწყვეტილება პოლიტიზირებული იყო. ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ მეზობელთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა პრიორიტეტად გამოაცხადა, რის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის ინტენსიური დიალოგი აღდგა.